ძალიან დეტალურად გვაინტერესებს თქვენი შეხედულებები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ უკავშირდება უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაკარგვას, იმ გზავნილებს ბრიუსელიდან, რომელიც მათ შორის 8 პუნქტისგან შედგება. პირველადი თქვენი რეაქცია რა შეიძლება იყოს ოცნების იმ პასუხზე, რასაც დღეს ვისმენდით, როგორ დაიყვანა თითქოს მოგზაურობისა და შოპინგის დონემდე უვიზო მიმოსვლის სიკეთეები ბიძინა ივანიშვილის გუნდმა. აი, რა შეგიძლიათ გითხრათ ამაზე? იცით რა, მე მიჩნდება ასეთი კითხვა ხა ჩემთვის პირადად საკმაოდ მტკივნეული თემაა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალის ხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველოს მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია და ამაში რა თქმა უნდა ყველა იყო ჩართული, მათ შორის მისია, როდესაც მე ბრიუსელში ვიყავი და მე მიჩნდება ასეთი კითხვა და მაინტერესებს თქვენ თუ მოგეცემათ საშუალება რომ დაუსვათ ქართული ოცნების იერარქიის წარმომადგენლებს რა მოხდა და როდის შეიცვალა მათი პრიორიტეტები. იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ვიღებდით ვიზა ლიბერალიზაციას, ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. მუშაობდა მთელი მთავრობა ამაზე. სრულდებოდა ვიზა ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი გეგმა. მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომლებიც არც ყოველ მეორე დღეს ბრიუსელში იყვნენ იმისთვის, რომ ეს მიგვეღწია. პარლამენტში მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ანუ როდის მოხდა და როდის გაიგო ქართულმა ოცნებამ, რომ თურმე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომ თურმე ევროკავშირი, უვიზო მიმოსვლა არის ყველაფერი ის, რომელიც საქართველოს უკარგავს სუვერენიტეტს, უკარგავს ტრადიციებს, თვითმყოფადობას, როდის გახდა ევროპა და ევროპაში თავისუფალი მგზავრობა ჩვენთვის რისკის შემცველი. ხო, შევეცდებით ეს კითხვა დავსვათ, როდის ფუოდა ქართული ოცნება, მაშინ, როდესაც ამისთვის იბრძოდა და გამოაცხადა როგორც ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად, რომელიც რეალურად ასეც იყო, თუ დღეს, როდესაც ამბობს, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს და საერთოდ არ აინტერესებთ და მხოლოდ შოპინგი. რა თქმა უნდა, შოპინგი არ არის, ეს იყო ასევე მიბმული ასოცირების შეთანხმებასთან, იმ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის, ასე ვთქვათ, საერთო ევროპული სივრცის ნაწილი გახდა და ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა ამას. ეს ყველაფერი დღეს აბსოლუტურად უმნიშვნელოა. მაშინაც მეც მაინტერესებს ახლა, როდესაც იგივე საკონსტიტუციო ჩანაწერს აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ აი დღეს ამბობენ, რომ ეს ხომ იგივე პოლიტიკური ძალაა. რეალურად ეს არ არის იგივე პოლიტიკური ძალა და საინტერესოა, მაშინ არ იცოდნენ რა იყო, ევროკავშირი არ შეცვლილა. შეიცვალა ქართული ოცნება და დღეს რატომღაც უცხო ძალის, მიუხედავად იმისა, რომ სხვებს ამას აბრალებს, უცხო სახელმწიფოს ინტერესებს. ხო, ქალბატონო ნატა, თქვენ გთხოვეთ ეს კითხვები ქართული ოცნებისთვის დაგვესვა. მე მინდა გთხოვოთ თქვენი წარმოდგენა ამ კითხვის საპასუხოდ, როგორ და რატომ ტრანსფორმირდა ივანიშვილის ოცნება ასე. თქვენი დასკვნები რა არის? თქვენ Chatham House-ის მკვლევარ ანალიტიკოსი ხართ. ეს არის ორგანიზაცია, სადაც ბევრი ინფორმაცია იყრის თავს და პრინციპები არსებობს, რომ არ გაქვთ დაკონკრეტების საშუალება, მაგრამ ხვდებით რამხელა ინფორმაციაა თქვენს ხელში. ხო, საკმაოდ შეზღუდული ვარ, რისი თქმა შემიძლია და რისი არა, მაგრამ მე მგონი ეს ისეთი ჩვეულებრივად ანალიტიკური საკითხია, რომელიც არის ძალიან საინტერესო, ამაზე მეც ძალიან ბევრი მიფიქრია. ის ხალხი, რომელიც იყო ქართულ ოცნებაში, მაშინ ძალიან ბევრი დღეს აღარ არის ასოცირებული ამ პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა არიან ისინი, ვინც იყვნენ. და სწორედ ამიტომაც არის საინტერესო მათი, ასე ვთქვათ, პოზიცია, რა ხდება როდის მოხდა ცვლილება. მე რასაც ვაკვირდები, განსაკუთრებით გამომჟღავდა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, დაშორება, დისტანცირება ევროკავშირისგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ ეს თანდათან საოცარი ტემპებით ღრმავდება. მე არ ვიცი და ამას ვერაფრით ვერ ვიტყვი და ვერ დავიბრალებ, რომ მაქვს ინფორმაცია, რომ ის რასაც აკეთებს ქართული ოცნება, ამას აკეთებს, ვთქვათ, რუსული ინსტრუქციით. მე არ მინახავს ეს ინსტრუქცია. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ის რასაც დღეს აკეთებს ქართული ოცნება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება
ემსახურება და ასევე ემსახურება იმ პოლიტიკური ძალების, იმ ასე ვთქვათ, სახელმწიფოების ინტერესებს, რომლებიც დღეს პირდაპირ ჯიბში უდგანან დასავლეთს. დღეს საქართველოს ქართულმა ოცნებამ დააყენა ანტიდასავლური ძალების გვერდით. ეს არის ძალიან დიდი ცვლილება ქვეყნის ისტორიაში, პოსტსაბჭოთა ისტორიაში, ასეთი რამ არ ყოფილა, იმიტომ რომ თითქმის ყველა სახელმწიფო მე ასე მგონია რომ დღეს ქართულმა ოცნებამ იმისმა ასე ვთქვათ იერარქიამ ლიდერშიპმა გადაწყვიტა რომ მისი ინტერესები რომელიც ალბათ მთავარი ინტერესი არის ერთი ფულის შოვნა და მეორე ძალაუფლებაში დარჩენა ბევრად უფრო ადვილად და კარგად მიიღწევა სწორედ აი ამ ანტიდასავლურ კოალიციასთან გვერდით დგომით ვიდრე ევროკავშირთან გაწევრიანებით ეხა ეს ის მოთხოვნები რომელსაც ევროკავშირი აყენებს ესეც ხო ახალი არ არის ეხა პირველად არ გაიგო მოდით ახაც შევიდანოთ სიცხადე რა დღეს ყველაზე მეტად პროპაგანდის ხაზი რაზეც ეწყობოდა არის ის თუ რა წერია ამ მოთხოვნებში ქართული ოცნება ატყუებს პირდაპირ შეიძლება ითქვას ნუ ჩვენ თავისუფლებას ვაძლევთ ეს ვთქვათ და თქვენ ცხადია კომპეტენტურ აზრს შემოგთავაზებთ თითქოს ეს არის რომ კაცს ქალი უნდა დაერქვას და ასე შემდეგ აი რა სიტყავს რეალურად ევროკავშირი აგვისტოს ბოლომდე ეს არის რუსული პროპაგანდა. ეს არის ზუსტად სიტყვით გადმოღებული პუტინის ნარატივი. ამას ამბობს ძალიან დიდი ხნის ზუსტად. რაშუაში სად ამოიკითხეს, რომელ რეკომენდაციაში ამოიკითხეს, რომ ესეთი რაღაცას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი. ან თვითონ ევროპაში კაცები და ქალები აღარ არიან? ვინ ცხოვრობს ევროკავშირში? ეს არის აბსოლუტური სისულელე, აბსურდი და მე ასევე ისე ვუბრუნდები იმ საკითხს, მაშინ როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მივიღეთ, ეს პოლიტიკური ძალა ხომ იყო და ხომ იცოდა დასაკეთებდა, რაშუაში იყო იქ არავინ არ ითხოვდა მსგავს არაფერს. ეს არის ზღაპარი და ნუ რა თქმა უნდა რუსული არ ვიცი რატო გადმოიღეს, მაგრამ ნუ ესე გამოდის რომ ეს მათ აწყობთ და ეს სწორედ ეს ტყუილი ეს რაღაც deep state რომელიც მოიგონეს რომელიც საქართველოში არ არსებობს და მე ხშირად მithქვამს რომ თუ არის სადმე deep state სწორედ ქართული ოცნებაა დღეს საქართველოს კონტექსტში ეს მათ სჭირდებათ და თვლიან რომ ეს არის ის გზა რომელიც მათ ხელისუფლებას ძალაუფლებას შეანარჩუნებინებს ეს არის ძალიან კარგად გათვლილი პოლიტექნოლოგიებზე დაფუძნებული ასე ვთქვათ რეალურად სასწავლო ტექსტებია, რომელსაც იღებს გადმოღებული. აქ არის არაფერი ორიგინალური. ამას ამბობდა ძალიან ხშირად, თუნდაც იგივე ევროპელი ორბანი, ამას ამბობს ძირითადად ყოველთვის რუსეთი. ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური ხაზი, რომელსაც რუსეთი ატარებს და ჩვენ გადმოვდავჯექით აი ამ იდეოლოგიურ ხაზზე. ეს არის იდეოლოგიური კულტურული ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს და დღეს საქართველოს არის კონტექსტისთვის ქალბატონო მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ გადაცემის დასაწყისში ეს ციტატა გავიხსენეთ 2017 წლიდან ირაკლი კობახიძე მაშინ აღფრთოვანებული იყო უვიზო მიმოსვლით და ევროკავშირთან დაახლოება მისთვის ნიშნავდა მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობის მშენებლობას ეს ფრაზებია მისი ციტატიდან და ასევე ახასიათებდა ევროკავშირს ასე ადამიანების ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღი გარემო, შრომის ღირსეული პირობები, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და დღეს რა გითხრა რომ თითქოს არჩევანი ბრიუსელში დააყენეს ასე მშვიდობა და სტაბილურობა ერთ მხარეს და მეორე მხარეს ვიზა ლიბერალიზაცია და უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მივანიჭებთ. ევროპაში ვიზით წახვალთ თუ უვიზოდეს ეგზისტენციალური საკითხი აღარ არისო. აი ასე ტრანსფორმირდა ეს ძალა და ხო ზუსტად ამის მიზეზებს ვეძებთ, მაგრამ თქვენ კი ახსენეთ რატომ შეიძლება ეს მომხდარიყო, მაგრამ მე მგონი მაინც რაღაც სრულფასოვნად ანალიზი გვიჭის ახლა ამ ეტაპზე, ალბათ წლების მერე უფრო მარტივი იქნება. ალბათ რთული გასაგებია, იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, არ გამოდის ხაზზე და არ გვესაუბრება და ის რასაც ვისმენთ, ეს არის აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, გადმოღებული სასაუბრო რომელიც მე ძალიან ბევრგან მინახავს, თქვენ ახსენებთ, მე ხა ძირითადად რუსეთზე ვმუშაობ, ამიტომ არის ფაქტიურად იდენტური, გადმოღებული კიდევ მეორე არაფერი ორიგინალური ამაში
არ არის copy-paste ხდება ამ სასაუბროსი. მაგრამ ეს მომენტი, რომ ეს ხომ არჩევნების დროსაც გამოიყენეს, მშვიდობა თუ ომი და დასავლეთთან ურთიერთობა, სტაბილურობა და მშვიდობა თუ ევროკავშირში მგზავრობა. ეს არის აბსოლუტურად გამოგონილი, ასე ვთქვათ, დილება, რომლითაც ხალხს რეალურად აბრიყვებენ, იმიტომ რომ მუშაობს ეს სამხელა პროპაგანდა, ამის ასე ვთქვათ, გამეორება ხდება გაუთავებლივ და ალბათ ვიღაცას უჩნდება, რომ იქნებ მართლა ითხოვენ ჩვენგან ომში ჩართვას. მაშინ, როდესაც ახლა რატომ შეიძლება ადამიანი რომ დაფიქრდეს, როგორ შეიძლება დღეს ევროკავშირს უდოდეს კიდევ ერთი ფრონტის გახსნა. აი, რანაირად შეიძლება უდოდეს? ეს ხომ არის უდიდესი გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით თავად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ თუ რამე უნდა ევროკავშირს არის სტაბილურობა, მაგრამ უნდა დემოკრატიული სტაბილურობა, იმიტომ რომ რეალურად მხოლოდ ის სტაბილურობა არის, ასე ვთქვათ, მდგრადი, რომელიც დემოკრატიას და სამართალს ეფუძნება. დღეს საქართველოში არ არის სტაბილურობა, როგორც შეიძლება იყოს სტაბილურობა, როდესაც ასე ეკცევიან ხალხს ციხეში, როდესაც პროტესტი არ წყდება, როდესაც ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს არც შიგნიდან, არც გარედან. ეს არის, ასე ვთქვათ, ილუზია, რომელსაც ქმნის ოცნება იმისთვის, რომ დარჩეს და შეინარჩუნოს სათავე. ძალიან მარტივი გამოსავალი იპოვეს ქალბატონო ნატა. აი მაგალითად ჩვენ როცა ჟურნალისტები ვეკითხებით, რატომ ჩამორეცხეთ გელათის ტაძარი? გვეუბნებიან რომ თქვენ ხართ deep state-ის წარმომადგენელი. როცა ვეკითხებით უმუშევრობა ასეთი მაღალი დონით რატომ არის ხალხი, რატომ არის გაჭირვებაში, რატომ მიდის ხალხი ემიგრაციაში? პასუხობენ რომ თქვენ ხართ deep state-ის წარმომადგენელი. არ მარტივია პრობლემები. აგვიხსნა ვინმე რა არის ეს deep state-ი? არა, ვიცით საქართველოს კონტექსტში რა არის. მე გამიგიათ გვეუბნებიან, აი როცა საყვედურობთ რომ ეს გამოგონილია deep state-ის რაღაცა ფარული ხელი, გვეუბნებიან რომ აბა ტრამპი რაზე გვესაუბრება ხოლმე როცა ახსენებს deep state-ის. ტრამპის პარამაზე საუბრობს, ტრამპის ბიუროკრატიაზე, ტრამპი საუბრობს ბიუროკრატიაზე, ინსტიტუციებზე, რომელიც მას ბოჭავს. ტრამპი არის ძალიან არაორდინალური პოლიტიკოსი, ეს მას ბოჭავს და თulis რომ რაღაცა დააწესებული აი ამ რაღაც წესების და ბორკილების გარეშე, ინსტიტუციონალური ბორკილების გარეშე უნდა იმოქმედოს. საქართველოში არ არსებობს ეს ინსტიტუციები, ხო, ყველაფერი მიტაცებულია. საქართველოში deep state-ი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ქართული ოცნება. რეალურად სახელმწიფო ჩამოშლილია, state-ი ხომ სახელმწიფოს ნიშნავს, არა, ჩამოშლილია. მაგრამ მან საინტერესო ის არის, რომ როგორ მოახდინეს გადასხვაფერება, იმიტომ რომ ამ იდეოლოგიურ ბრძოლაში ისინი ცდილობენ ასევე ტრამპთან გააბან ურთიერთობა, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გააკეთეს ეგ საქმე. იმიტომ რომ ადრე იყო საუბარი ომის პარტიაზე, გლობალური ომის პარტია, ესეც არ არის ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, გამოგონილი, ესეც რუსული ნარატივია ეს ომის პარტია. და ახლა დავივიწყეთ შედარებით, იმიტომ რომ დისკურსი ძირითადად გადავიდა აი ამ deep state-ზე, ანუ გადმოიღეს ის, რაც არის აი ამ ესე ვთქვათ დაპირისპირებაში, ის, რასაც რაზეც ტრამპი საუბრობს, ეს იყო ძირითადად თავიდან გაკეთებული იმისთვის, რომ მიენიშნებინათ, რომ რეალურად ისინიც მის მხარეს არიან იდეოლოგიურად, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ რეალურად ახლა ის ინსტიტუციურ ბორკილებზე კი საუბრობს, მაგრამ ტრამპი დამცველია პირველ რიგში სიტყვის თავისუფლების, აზრის გამოხატვის თავისუფლების, ესე ვთქვათ, უკიდურესი ლიბერტარიანელი პოლიტიკოსია, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება აი ამ ულტრამემარჯვენე კონსერვატიულ ძალას, რომელიც გახდა ქართული ოცნება. აქაც უნდა გავიხსენოთ, ხო, ეს პოლიტიკურ მიგრაციას ვეძახი მე ამ ამბავს, იმიტომ რომ ოცნებამ დაიწყო როგორც არა მხოლოდ პროევროპულმა და პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალამ, ასე მოვიდა ხელისუფლებაში, არამედ ასევე ცენტრისტული მემარცხენე ძალა იყო და დღეს არის ულტრამემარჯვენეთა ბანაკში. ქალბატონ ნატა, ერთი საინტერესო დეტალი შეიძლება ეს ტექნიკური საკითხია, მაგრამ მაინც მინდა რომ მაყურებლისთვის დავაზუსტოთ. დღეს ირაკლი კობახიძემ ისეთი ფორმულირებები გამოიყენა, თითქოს ვიზა ლიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ თუ უვიზო მიმოსვლა გაუქმდა, მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, რომ აიღოს და წავიდეს შენგენის ზონაში. ეს ისეთი მარტივი ფორმით მიაწოდა მოქალაქეებს, თითქოს აი გარანტია ექნება ვინმეს, რომ საელჩოებში შევლენ და ადვილად მიიღებენ მოქალაქეები ვიზას.
სინამდვილეში როგორ შეიძლება იყოს მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ რამდენადაც ცნობილია, საელჩოები ინფრასტრუქტურულადაც აღარ არის აღჭურვილი და მზად იმისთვის, რომ აი ეს მომსახურება გასწიონ დაუყოვნებლივ. აი, თქო, აგვისტოს ბოლო დადგა, ოცნება თქვენი აზრით გაგვიზიარეთ, შეასრულებს თუ არა ამ პუნქტებს, რას ფიქრობთ ამაზე და თუ არა, მერე როგორი გართულებები ელოდება მოქალაქეებს სინამდვილეში და მართალია თუ არა ყოფახიძე, როდესაც მარტივი ფორმით წარმოაჩენს ამას. ეხლა ეს უვიზო მიმოსვლა სულ რამდენიმე წელია, ხო, რაც აქვს საქართველოს. ხო არ დაგვავიწყდა როგორ ხდებოდა ვიზების მიღება. ეს არ იყო არასწორი. შეიძლება დავავიწყდათ, ნუ ახლა ძალიან მოკლე მეხსიერება ქონიათ, მაგრამ მან დარწმუნებული ვარ კობახიძეს ახსოვს. არ დავავიწყდებოდა, ესა იყო საკმაოდ რთული პროცესი, ამის აღდგენა დღეს იქნება განსაკუთრებით რთული, იმიტომ რომ დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები ილახება და რეალურად მართლა დგას იმის საშიშროება, რომ აქედან ხალხი გაიქცევა. ამიტომ იმათვისაც, ვისთვისაც ადრე შეიძლება უფრო მარტივი იყო ვიზის მიღება, დღეს ეს გართულდება. ეს აუცილებლად ასე იქნება. რაც შეეხება ოცნების მხრიდან პირობების შესრულებას, რა თქმა უნდა, ეს არ შეასრულებს ამ პირობებს. მე არ ვიცი, ეჭვი მაქვს, რომ ალბათ უნდა კიდევაც რომ შეაჩერონ უვიზო, ამით ასე ვთქვათ, კიდევ ერთი პროპაგანდისტული. თუმცა ელექტორალურ დარტყმას მიიღებს თვითონაც, ხო, თავსაც ხომ დაიზიანებს ამით? არ ვიცი სიმართლე გითხრათ და მე პირადად ძალიან არ ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას და ვთვლი რომ ეს ემხრობიან კაია კალასმა ასეთი არ ემხრობიან კი მე ხან ბრიუსელიდან დავრუნდი სწორედ ძალიან გაყოფილია დამოკიდებულება რეალურად ეს კეთდება იმიტომ რომ ვერ დგება კონსენსუსი კონკრეტული პირების დასარცირებისთვის ვერ დგება კონსენსუსი იმიტომ რომ უნგრეთი ძირითადად ცოტა სლოვაკეთიც იმალება უნგრეთის უკან, მაგრამ ძირითადად უნგრეთი ბლოკებს. მაგრამ ჩემი აზრით ეს არის უფრო ევროკავშირის პრობლემა, რომელიც მან უნდა გადალახოს, მაგრამ გადაწყვიტა, რომ აი ის რაც ახლა რეალურად ხელეწიფებად არის აი ამ უვიზოს შეჩერება და ჩემი აზრით ეს დარტყმა იქნება ძირითადად საქართველოს მოქალაქეების წინ მოქალაქეების. ამას ივანიშვილი საკუთარი ინტერესების დაცვის გზაზე ევროკავშირს ასე გამოდის? ბატონო ვერ გავიგე. სხვა გზას ევროკავშირს ივანიშვილი არ უტოვებს, იცავს რა საკუთარ ინტერესებს, ხომ და არა სახელმწიფოს. არ უტოვებს და მე ასე მგონია, რომ ის არ ვიცი ხა ეს ივანიშვილი თავად წყვეთ ამას თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, რომ ქართულ ოცნებას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ დაკარგავს უვიზოს და ეს მათ უღირთ. მათ აქვთ გაკეთებული ის გათვლა, რომ ეს არ იქნება ისეთი ელექტორალური დარტყმა, რომ ის თავიდან აიცილონ. და ამისთვის უკვე მომზადებულია მოსახლეობა, ამაზე დიდი ხანია საუბარი, თავადაც დაიწყეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სიგნალები მოდიოდა ეს ხომ პირდაპირ ესეთი ულტიმატუმი, რომელიც დღეს წაუყენეს, ეს ხომ პირდაპირ ახალი და პირველი, ასე ვთქვათ, გზავნილი არ არის, ეს არის ბოლო, მაგრამ თითქმის 1 წლის განმავლობაში მსგავსი გზავნილები პირდაპირ დახურუკარს მიღმა თუ სხვა ხერხებით, რა თქმა უნდა, ისინი ამას იღებდნენ. ამიტომ ძალიან კარგად იციან და ამისთვის უკვე შემზადებულია. მე არ ვიცი რამდენად დიდ დარტყმას მიიღებს, მით უმეტეს ეს არჩევნები, რომელიც ახლა მოდის თვითმმართველობის რეალურად ბევრი ბოიკოტის რეჟიმშია, ქართული ოცნება დიდი კონკურენციის წინაშე არ დგას. ამიტომ ეს ყველაფერი გათვლილია. რეალურად, როდესაც ქვეყანა მათ მოაქციეს დასავლეთისგან გარიყულად და იზოლაციაში, ახლა ხდება ასევე მოქალაქეების იზოლაციაში. დღევანდელი განცხადებებით ქალბატონო ნატა ადასტურებს როგორი იქნება შემდგომი რიტორიკა, პირდაპირ თქვათ, კიდევ უფრო მეტად დაგეშავენ ევროკავშირის წინააღმდეგ მოსახლეობას, იტყვიან რომ აი ნახეთ, ქართულ ხალხს პატივს არცემენ, ისევ თქვენ გზღუდავენ. მოდით ზუსტად იმ კატეგორიას ჩვენი მაყურებლისა, ვინც ამ პროპაგანდას მარტივად გადაყლაპავს და ღეჭავს და ვისაც გამოურეცხავენ სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ ტვინებს ასეთი მარტივი ტრიუკებით ვუთხრათ რეალურად რას ვკარგავთ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით, ხო? ეს როგორც ჩვენ განმარტავთ, მხოლოდ ტურისტულად მოგზაურობას არ ეხება, ხო? ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ქვეყანაში, როგორც ეკონომისტებმა განმარტეს, შემცირდება ტურიზმი, ქვეყნის მკვეთრი უკუსლისა და რეპუტაციის დაზიანების გამო ინვესტორებისთვის არ იქნება აქ მიმზიდველი გარემო, თუნდაც იმის გამო, რომ
უკვე მოგზაურობა იქნება გართულებული, ვიზე არის ფაქტობრივად დაკარგავს აზრს და შესაძლოა გავიდეს ბაზრიდან. აი ეს ტექნიკურად რა შეიძლება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს. იცით რა შესაქმე მე მგონი ეს პროპაგანდა ძირითადად გათვლილია იმ ხალხზე და მე არ ვიტყოდი რომ ეს twin გამორეცხილი ხალხია მე მგონი ძალიან კარგად ხვდებიან რაშია საქმე უბრალოდ არის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი რომელიც ვერ იყენებს აი ამ ასე ვთქვათ თავისუფლებას ხო არა იმიტომ რომ არ სურს იმიტომ უბრალოდ არ აქვს ამის საშუალება იმიტომ რომ ქართული ოცნების პირობებში კი გაიძახიან რომ ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა მაგრამ რეალურად ეს ეკონომიკური ბენეფიტი, ასე ვთქვათ, შედეგი ძირითადად კონცენტრირებულია ძალიან პატარა ნაწილში. ხო, მოსახლეობაზე გადანაწილება დიდად არ ხდება. ამიტომ ამ ხალხისთვის ეს არ არის დიდი დანაკარგი, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის მათი მომავლის წართმევა შვილებისთვის, რომელმაც შეიძლება განათლება მიიღონ, ბიზნესი გააკეთონ, თავისუფლად იარონ საბოლოო ჯამში მოკლედ რომ ვთქვათ, ეხლა თქვენ რაც ჩამოთვალეთ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ასეა, საქართველოს ბრუნდება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ვიზა ლიბერალიზაციით ჩვენ გამოვედით აი ამ პოსტსაბჭოთა სივრციდან და მივუახლოვდით ევროპულ სივრცეს. იმ სივრცეს, რომლის ნაწილიც რეალურად ვართ და 100 წელია ვიბრძვით იმისთვის, რომ გავხდეთ, ხო? ამას მოყვა ასევე მერე სხვადასხვა ნაბიჯები ურთიერთობა და ახლოება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ პირველ რიგში ხალხთა შორის კავშირები გამყარდა. ხალხთა შორის კავშირების გამყარება ის რომ ხალხი მოგზაურობს, თუნდაც მოსახლეობის რაღაც ნაწილი, ნიშნავს იმას, რომ იქმნება იმის მოთხოვნილება, რომ საქართველოს იყოს ევროპული ტიპის დემოკრატიული, გამართული, სამართლებრივი სახელმწიფო. ეს მოთხოვნა ქმნის ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომ მათ მოახდინონ ამისი ასე ვთქვათ უზრუნველყოფა. როდესაც ხალხი ჩაკეტილია, რომელიც ამას რეალურად არ ხედავს, ახლა იღებს პროპაგანდა, საბჭოთა კავშირი ხომ ეს იყო, საბჭოთა კავშირი დაინგრა მაშინ, როდესაც ხალხმა დაინახა, რა ხდება იმ კედლის მიღმა, რომ ამდენი ხანი ტყუილებს აჭმევდნენ, ასე ვთქვათ, ხო? მაშინ მოხდა ამის ფუნდამენტის რღვევა. აი სოციალური მედია ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო. ეს ადამიანები რატომ არიან ინფორმაციულ ვაკუუმში ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს. ის მედია კი გაიხსნა და ეს მართლა საინტერესო კითხვა აი ამ შემთხვევაში როგორ ხდება მაინც როგორ ძლიერია პროპაგანდა. ნუ შეხედათ თუნდაც რუსეთს, შეხედათ ჩინეთს, შეხედათ რამდენი ქვეყანაა რომელიც არის აი ამ იმიტომ რომ ისწავლეს როგორ მოახდინონ ძალიან ეფექტიანად აი ამ სოციალური ქსელების манипуляция ბოტების ქარხნებია რომელზეც მილიონობით ხალხი მუშაობს ამაზე ხელფას იღებს და იქმნება აბსოლუტურად არარსებული რეალობასთან არაფერი საერთო არ აქვს ისეთი ნარატივი რომელსაც დღეს ქართული ოცნება რომლითაც ყვებავს მოსახლეობას ის რომ თურმე ხვალ ხალი არ იქნება და კაცი არ იქნება ნუ არის აბსოლუტური აბსურდი ამის მე მგონი არავის არ ჯერა მაგრამ იქმნება შიში იქნება ასე ვთქვათ რისკი რომ რაღაცას ვკარგავთ რაღაცა გვემუქრება და ადამიანის ასე ვთქვათ ამ ფსიქოლოგიაზე ამაზე მუშაობს პოლიტექნოლოგიების ძალიან ამაზე დიდი ბიზნესია სხვათა შორის ალბათ იგივე პოლიტექნოლოგიებს იყენებენ რომლებიც სხვა ქვეყნებშიც ასე ვთქვათ იგივე ლოზუნგებით საუბრობენ პირველად ომის და მშვიდობის თემა გამოიყენა ორბანმა უკვე 22 წელს იმას უბრალოდ ეხო იმის ასე ვთქვათ კულტურა რომ დაბომბილი უკრაინის სურათები არ გამოეყენა. უბრალოდ ინფორმაციისთვის კითხვა არ მაქვს, მაყურებელს გავახსენებ რომ მათი მოტყუებისთვის ისევ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება ეს ფული ტროლბოტებისთვის და სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულები არიან ამ ყველაფერში ჩართული. ანუ ბიუჯეტიდან უხდიან ამ ადამიანებს რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ ევროკავშირის წინააღმდეგ ეს არაერთმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა. ქალბატონ ნატა, თქვენ საუბრისას არაერთხელ ახსენეთ ქართული ოცნების იერარქია, ქართული ოცნების ლიდერშიპი, ნუ ხელისუფლებას არ ხმარობთ როგორც ჩანს, როდესაც ქართულ ოცნებაზე საუბრობთ, ეს არაღიარების პოლიტიკა რამდენად მყარია იმ ქვეყნებში, იმ პარტნიორებთან, ვისთანაც თქვენ გაქვთ კომუნიკაცია, ეხლა საქართველოში ძალიან აქტიურია დისკუსია, სწორედ არჩევნების კონტექსტში, თვითმმართველობის არჩევნებს უგულისხმობ, მასში მონაწილეობა ორი პარტიის, გულისხმობ გახარია საქართველოსთვის და ძლიერ საქართველოს, ხომ არ შეარყევს ამ არაღიარების პოლიტიკას, აი ლონდონიდან როგორ ჩანს ეს?
იცით როგორ არის ახლა თავი რომ არ მოვიტყუოთ არაღიარების პოლიტიკა არ არის ძალიან მყარი რეალურად საქართველოს ხელისუფლება არის იზოლაციაში მოქცეული იმის გამო რომ ქვეყანაში არის პროტესტი რომ ქვეყანა არ იღებს აი ამ ტიპის მმართველობას და იმის გამო თუ როგორ თავად იქცევა დასავლეთის მხრიდან, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მხრიდან თავიდან იყო არაერთი, ასე ვთქვათ, ხელის გამოწოდების ცდელობა. არც აი თუნდაც ერთ-ერთი გამოსვლა რადიო თავისუფლებაში ქალბატონი კომისარი კოსის არაერთი სხვა დაბალ დონეზეც იყო მსგავსი სიგნალები რომ დავიწყოთ საუბარი რომ იქნებ რაღაცნაირად აღდგეს ურთიერთობა შეიცვალოს სიტუაცია მაგრამ ევროკავშირი ელემენტარულად თავისი ღირებულებების ისეთ დათმობაზე ვერ წავა იმიტომ რომ საქართველო არ არის აზერბაიჯანი საქართველო არ არის ის სახელმწიფო რომელთანაც შეუძლია აბსოლუტურად ასე ვთქვათ ყველანაირ ღირებულებებს მოკლებული სუბთან ტრანზაქციონალური პოლიტიკა აწარმოოს ხო ეს არის კანდიდატის სტატუსი რომელიც ჩვენ გვინდოდა ჩვენ მოვითხოვეთ აქეთ ხომ არ უთხოვიათ არა რახან ესე გვინდოდა მაშინ შესაბამისად დამოკიდებულება და ურთიერთობების დონე სხვა არის რასაც ჩვენგან ელიან ამიტომ იმაზე საუბარი რომ ახლა ბელარუსს თუ აზერბაიჯანს ელაპარაკებით და ჩვენ რატომ არა და ეს არის უსამართლობა ესეც სიტყვაა, იმიტომ რომ ჩვენ ურთიერთობებს სხვა დონეზე ვდგავართ და სხვა ამბიცია გქონდა. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ არა გვაქვს ეს ამბიცია და მთლიანად გადავედით აი ამ ანტიდასავლურ, ასე ვთქვათ, ჯგუფში. მცდელობები იყო, მაგრამ არის აბსოლუტურად გაუგებარი, ძალიან აგრესიული უარი ქართული ოცნების მხრიდან. ესეც მიუთითებს იმას, რომ მათ არ აქვთ სურვილი დასავლეთთან ოდნავ მაინც, მათ შორის ევროკავშირთან და პარტნიორებთან ოდნავ მაინც ურთიერთობის გამოსწორების, იმიტომ რომ მართლა რეალურად დიპლომატიური სიგნალები იყო იმისთვის, რომ რაღაც ურთიერთობებზე წამოსულიყვნენ. ამიტომ ახლა სხვა გზას არ უტოვებენ. არაღიარება ხდება, ურთიერთობა არ ხდება ხეს, არაღიარება ოფიციალურად არის თუ არა, ოფიციალური პოლიტიკა არაღიარების არ არის. ეს არის de facto პოლიტიკა, იმიტომ რომ ელემენტარულად ისეთ დონეზეა ურთიერთობები დასული, რომ ასის კარგავს ელჩებს ვანძღავთ, ქვეყნიდან ვაგდებთ, ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ნებისმიერ განცხადებაზე გვაქვს აბსოლუტურად ესეთი აგრესიული და პროპაგანდისტული პასუხი. აი როგორც იყო ეხლა რომელიც გავიგეთ, ამიტომ ძალიან რთულია ურთიერთობების აღდგენა. რომც უნდათ არ გამოსდით, არ აძლევს ამის საშუალებას დღეს ქართული ოცნება. ეხლა არის საუბარი იმაზე, თუ გვაქვს დრო ვიტყვი, რომ თითქოს ის რასაც აკეთებს ქართული ოცნება, არის ზოგადი, ასე ვთქვათ, ტრენდის ნაწილი, ხო? მიმდინარეობს დასავლეთთან გაიზარდა დაპირისპირება, ხო? ეს გაძლიერდა გლობალური ავტორიტარული სახელმწიფოების წონა, როგორც არის ჩინეთი და რუსეთი და მათთან არის ასევე ირანი და ჩრდილოეთ კორეა, ჩვენც მაგით მივდივართ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ვთქვათ, უფრო გაიზარდა ასევე ტენდენცია ეგრეთ წოდებული დივერსიფიკაციისკენ საგარეო ურთიერთობების მულტივექტორულ პოლიტიკას უწოდებენ ხშირად. რეალურად რასაც აკეთებს ქართული ოცნება, სწორედ ამის საწინააღმდეგოა. მე ვიტყოდი, რომ ეს არის უვექტორო საგარეო პოლიტიკა. რეალურად არ აქვს საგარეო პოლიტიკა, არც იქით ვართ, პარტნიორები არ არის. ნუ მარტო დარჩენა რუსეთთან დარჩენას ნიშნავს, როგორც წესი. ხო, რუსეთთან დარჩენაც არის, რა თქმა უნდა, ეს არის ძირითადად კავკასიაში რუსული ინტერესების გამტარებელი მთავარი ძალა დღეს არის ქართული ოცნება. სომხეთი მოტრიალდა, აზერბაიჯანს ძალიან რთული ურთიერთობები აქვს, იმდანაც საინტერესოდ მიმდინარეობს ახლა რეგიონში ცვლილებები, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთად საუბრობენ ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც რეალურად რუსეთს თამაშგარეთ ტოვებს და ერთადერთი სახელმწიფო ერთადერთი პოლიტიკური ძალა რეგიონში, რომელსაც მოყავს ასე ვთქვათ და ავითარებს რუსულ ინტერესს, არის
პარადოქსულად რამდენადაც არ უნდა ჟღერდეს, იგივე ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი პარტნიორებისთვის ეს არის ქართული ოცნება. ეს არის უვექტორო საგარეო პოლიტიკა, რომელიც რეალურად ყველა სახელმწიფომ თუნდაც აი ამ ცვლილებების ფონზე მოახერხა გარკვეულწილად თავისი ინტერესების წინ წაწევა. აზერბაიჯანი ავტორიტარული სახელმწიფოა, ეს არ არის არანაირად დემოკრატია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალიევის რეჟიმი აზერბაიჯანისთვის სახელმწიფო ინტერესები წინ წაწია. გააძლიერა მისი წონა, დღეს რეალურად არის, რასაც ეძახიან, ასე ვთქვათ, ამომავალი შუა ძალა. ხო, ასეთი ტიპის სახელმწიფო. თურქეთთან ურთიერთობა, ირანთან ურთიერთობა და დაალაგა, რომელიც იყო ძალიან გართულებული. რეალურად მულტივექტორულ პოლიტიკას აწარმოებს სომხეთი, რომელიც ჩამოშორდა რუსეთთან დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ არ გაუწყვეტია რუსეთთან ურთიერთობები, მაგრამ ბევრად უფრო გააძლიერა თანამშრომლობა დასავლეთთან და ასევე სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ინდოეთთან, მათ შორის ისრაელთან და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, თანაკლისი, როგორც წონით, როგორც პოზიციით, როგორც უსაფრთხოების კუთხით, დღეს კავკასიაში აქვს საქართველოს. ყველაზე ცუდ კოშმარშიც კი ალბათ არ დაგვესიზმრებოდა ეს. მართლა ვერ წარმოვიდგენდით ალბათ ცოტა ხნით ადრე, რომ ასეთ კონტექსტში მოგვიწევდა ჩვენს ქვეყანაზე საუბარი. რადგან გვერთვებით დიდი ბრიტანეთიდან და საქმის კურსში ხართ, აუცილებლად უნდა გკითხოთ ბრიტანეთიდან, ასე ვთქვათ, ველით სიახლეებს, სანქციების თვალსაზრისითაც. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ნახეთ 17 ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის წევრიც არის დიდი ბრიტანეთიც და ამ განცხადებაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ სანქციები გარდაუვალი იქნება თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, დრაკონული კანონები თუ არ გაუქმდება და ასევე დასავლეთისთვის ეს იქნება პირველი სიგნალი, რომ ოლიგარქმა გზავნილი გააცნობიერა. ამ მიმართულებით თქვენი შეფასებით და ინფორმაციით რამე სიახლე იქნება უახლოეს მომავალში? როდის იქნება არ ვიცი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა ნამდვილად და ფიქრი მიმდინარეობს ბრიტანეთში. ესეც დიდი ცვლილებაა, ეს არ იყო დიდი ბრიტანეთის პოზიცია თუნდაც არჩევნების შემდეგ. და დიდი ბრიტანეთის ელჩს არაერთხელ უცდია, ასე ვთქვათ, ურთიერთობების გამოსწორება. დღეს უკვე სხვა ეტაპზე ვართ, ბრიტანეთისთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება ამ სანქციების მიღება, იმიტომ რომ ეს არ არის ევროკავშირის წევრი, ამიტომ თავად შეუძლია ამის გაკეთება და ბრიტანული სანქციები საკმაოდ სერიოზული დარტყმა იქნება, იმიტომ რომ ეს არის ფინანსური ცენტრი.